ბიძინა ივანიშვილი და კიდევ 1 მილიარდერი ქვეყნის მთელი ქონების მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტ ქონებას ფლობენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყნებში კორუფციისა და ოლიგარქიის რისკების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ანგარიში ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრმა მოამზადა და საქართველოს ოლიგარქიული რისკის წინაშე მდგარი ქვეყანა უწოდა. დეტალებს ამ ანგარიშიდან და პოლიტიკურ შეფასებებს ნინი ბალანჩივაძე გაგვაცნობს. ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი მეცენატი და ქვეყნის გადამრჩენელი. ეს არის ის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ ჩვენ დღეს ოცნების დეპუტატების მხრიდან იმ კითხვების საპასუხოდ, თუ რას ნიშნავს ეს ანგარიში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა და სადაც საუბარი არის ოლიგარქიის რისკებთან დაკავშირებით. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ანგარიში ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა. აქ საუბარი არის 2 მილიარდელთან დაკავშირებით, რომლებიც ფლობენ მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს და ამ შემთხვევაში საუბარი არის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც, თუმცა ქართული ოცნება სხვა რეალობას წარმოაჩენს და ანგარიში კითხულობს მხოლოდ იმას, რაც მისთვის სასურველი და მისაღები არის, თუმცა ბევრი კითხვა არსებობს ცხადია ამ მიმართულებით, ვინაიდან აქამდეც არაერთხელ მოგვისმენია ჩვენ განცხადება დეოლიგარქიზაციასთან, დებიძინიზაციასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი, მათ შორის ეს განცხადებები კეთდებოდა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. ქართულ ოცნებაში კი დღეს გვარწმუნებენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოკრძალებულად ეხმარება პარტიას და ის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში საკუთარ თანხებს არ იყენებს. ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ოლიგარქი არ არის, იმიტომ რომ ის თავის თანხებს სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში არ იყენებს. ის არის თავისი ავტორიტეტით ჩვენს პარტიაში და თავისი ავტორიტეტისა და საპატიო თავმჯდომარეობის მეშვეობით განსაზღვრავს ჩვენი პარტიის სამომავლო პოლიტიკას. ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო, რომ დღეს საქართველოში არის მშვიდობა. მისმა ავტორიტეტმა უზრუნველყო. მეცენატიც არის, რა თქმა უნდა. ოლიგარქი არის ვარა ბიძინა ივანიშვილი ბატონ ლადა. მართლა პარტიას ვინც აფინანსებს, ეგ ინფორმაცია შეიძლება. ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი თუ არა ბატონ ლადო, ეს რომ გვიპასუხოთ. მილიარდერი აქვს ქვეყნის მთლიანში და ფული ბევრი ქონდეს, მაგრამ 60,000 ლარზე მეც ვერავინ ვერ შეწირავს პარტიას. ოლიგარქი არის. ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არის თუ არა, შეგიძლიათ ამ მარტივ კითხვაზე გვიპასუხოთ? აფასუხავთ? ანუ ოლიგარქი არის თუ არა, ამას ვერ გვეუბნებით? არის ოლიგარქი. ოლიგარქიზაციის მიმართულებით ჩატარდა გამოკითხვა. ამ გამოკითხვის და კვლევის შედეგად ეს არის ევროკავშირის ევროკომისიის კვლევა, სადაც აღმოჩნდა, რომ ირლანდიის შემდეგ საქართველო მეორე ადგილას არის, სადაც დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ყველაზე მოწინავე პოზიციებზე არის. ეს რას ნიშნავს, რომ ყველა ინსტიტუცია, სახელმწიფო ინსტიტუცია, ეს არის მთავრობა, პარლამენტი, ცალკეული სამინისტროები, სასამართლო მუშაობს შესაბამისად, ხარისხიანად და სამართლიანად. აი ეს არის ამ კვლევის რეალური დასკვნა. აი ესეთი, რა ქვია, ფოტიგები, კუბილიუსები, რაისა კომუნისტები და შემდეგ ამონათებ რატომ? აი ეს კვლევა, რაც გამოქვეყნდა ფარაში, რომ ფინანსდებიან კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან ლობისტური ორგანიზაციები, რომლის შემდეგ ქირაობენ. აქაც კი აცდენა გაქვთ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ ანგარიში ასევე საუბარი არის მედია გარემოსთან დაკავშირებით, რომ მედიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა ქვეყანაში არის გაუარესებული. საუბარი არის კორუფციის რისკებთან მიმართებით და კორუფციის მკვლევრები აკეთებენ განცხადებებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ყველა სახელმწიფო უწყებას, სწორედ ოლიგარქი დგას სახელმწიფო უწყებების მიღმა, ის იღებს გადაწყვეტილებებს და ის იყენებს სწორედ საკუთარ თანხებს ამ ყველაფერში. შესაბამისად ისინი თანხმდებიან, რომ რეალობაში შეესაბამება ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა ევროკავშირის მხრიდან წევრ ქვეყნებთან დაკავშირებით და მათ შორის კანდიდატის ქვეყნებთან დაკავშირებით და საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სწორედ ის მილიარდელი ოლიგარქი, რომელსაც საერთოდ ყველა შტო ქვეყანაში მიტაცებული აქვს.
სამწუხაროდ საქართველოში გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა. ოლიგარქიული მმართველობა ვერ იქნება თუ ქვეყანაში არ არის კორუფცია, იმიტომ რომ ოლიგარქიის, ასე ვთქვათ, ოლიგარქია დგას კორუფციაზე და ეს არ არის დამალული, ამას ამჩნევს ყველა ქვეყანა, ნორმალური, განვითარებული ქვეყანა და ეს ქვეყნები არიან ევროკავშირის ქვეყნები. ამას ასევე ემატება ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ანუ არ ელაპარაკება არავინ ხელისუფლებას და შესაბამისად ის ანგარიშებიც ყვეხდება საქართველოს მიმართ სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა, იქიდან გამომდინარე, რომ ხედავენ ეს ადამიანები, როგორ იმართება ქვეყანა, მედიის თავისუფლება არ არის, დემოკრატია არ არის, ქვეყანაში ოლიგარქია, კორუფცია არის. ევროკავშირის ბოლო ანგარიშის თანახმად საქართველოს ფაქტობრივად მოხსენიებულია ოლიგარქიული მმართველობის ქვეყანად ბიძინა ივანიშვილის პირობებში და საქართველოს მაჩვენებლები გაუარესებულია თითქმის ყველა კომპონენტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია კორუფციის მიმართულებით, სადაც მაგალითად სახელმწიფო შესყიდვები საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალი ამ ანგარიშის თანახმად. ისი მიზეზიც არის ის, რომ მაგალითად საჯაროდ გამოქვეყნებული შესყიდვები არის ძალიან მცირე ნაწილი იმ რეალური შესყიდვებისა, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო საქართველოს ბიუჯეტის მეშვეობით. ეს ანგარიში ძალიან კარგად აღწერს იმ გაუარესებულ მდგომარეობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირობებში არის ამ ქვეყანაში შექმნილი. ანგარიშის მიხედვით საქართველოს მხოლოდ 2 მილიარდელი ჰყავს, თუმცა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მათი ქონება 10%-ს აღემატება, ხოლო მათგან ერთ-ერთი არის ქართული ოცნების დამფინანსებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.